რაღა დაფშენიეთ ვარა ის რომ სტუმარი მოვიწვიოთ სტუდიაში და რა ვიცი როგორ გამოვაცხადო არ ვიცი ეს ადამიანი. დავიწყები კიდე რომ ჩვენი მეგობარი, უსაყვარლესი, უმშვენიერესი, ულამაზესი, უნიჭიერესი და რა თქმა უნდა კიდევ ამასთან ერთად ჩვენი კოლეგა ნინო ცხეიძე. ისეთი სიტყვები მითხრა, და როგორ დაგვთავ და შენახა რუჟმურიო. დამზადით ქალბატონო. შიკრიკი მოვიდა. საკვარისია, დიდი მადლობა. მის მოვკვეთო თავი. რა გავაკეთო რა ვქნა? ისაუბრე თქვენ მე აგვიკრევი. ესე იგი, ჩემო ნინო. რამდენიმე საათში სიყვარულის დღე დგება. კი ბატონო, და როგორ გამეხარდა, რომ ამ დღეს დამპატიჟეთ. კი ბატონო. დაემთხვა. დაემთხვა? იცი რა, შენი სიმღერების ალბათ 99% არის ამ გრძნობაზე. და ძალიან დიდი ხანი არა ყოფილხარ ჩვენთან შესაბამისად და ვიფიქრეთ და არც წავაგეთ რა, იმიტომ რომ ასეთი მშვენება მე არ ვიცი რომელ ტელევიზიას ეყოლება ეხლა სტუმარი. არა, ხო რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გეთანხმებით ჩემობა და სიყვარულის დღე დგება ცოტა ხანში და ვინ უნდა მოგვეწვია, ბევრი არ გვიფიქრია და ნინო დიდი მადლობა, ძალიან გამეხარდა, მაგრამ ერთი პატარა მაგიდა ჩემთვისაც რომ ჩაგედგათ. აი აქ. კი ბატონო. არ მოუხდებოდა? როგორ არ მოუხდებოდა, მაგრამ ის ჩადგმით მაგიდები იქითა გვაქვს. შევწვარი და მოხრაკული. ფათაშორის ყველანაირ სიყვარულზე მაქვს. კარგია. სიმღერა. არა, სანამ გაგებულზე, მიტოვებულზე, შერიგებულზე, ბედნიერზე. პლატონურზე თუ გაქვს? მექნება. ეგ ხო იცი რომელია პლატონური სიყვარული? რო ვერ უმხელს. არა. რო უმხილს. არა, პლატონური და პლატონანო. გადააჭდა ენას რო არ მეთქვა წინებოდა. ხო, ნუ ეგრეა რა სიყვარული შენ ღერის სიყვარულის მატარებელი ადამიანი ხარ. და ხანდახან როცა ნოსტალგია მოეძალება დალევაზეც. კი ბატონო. ის მომეწონეს სხვათა შორის რა ქვია ნინოს იდეა ჩემო პაატა ჯერ ეს ორი წამყვანი ასეთი ფორმატით ჩვენ რო ვართ არ არის და ახლა უკვე მესამე წამყვანი და სტუმარი ვარდება ზემოდან. ვინც გადარჩება ილაპარაკებს ზერა და ეგ რა ქვია ექიმები გვაქვს გადაცემა ეგრევე გადამომისწრება. წამყვანობის საერთო გამოცდილება და არ ამგონია ნიკას უნდოდეს, იმიტომ რომ ძირითადად ნიკა მივლიდა მთელი ის სეზონები რაც ერთად ვიყავით. ეს რა გამახსენებს? მე ტანჯვები მაგ გადამწყვეტი. არ ამგონია შენთვის კარგი. აი եմ ჩაღარათ მაშინ დაახლოებით ნახევარი ჩხეიძისგან არის გაჩენილი. თუ არა შეულებრივი ქერათვიანი ბიჭი ვიყავი სანამ გავიცნობდი. კი ბატონო. მახსოვხარ ასეთ. კაცო ადამიანი. აი ნიკა სუდათავარ უნდა გავიდეს. სად უნდა გავიდეს? ჟიურის თავმჯდომარე. დაიწყო ეხლა. ჟიურის თავმჯდომარე გეტყვის გავდივარ მე და მიხედეთ თქვენ. ესე იგი ჩხეიძე. ხომ გაგიხარდა ჩემო ნინო რომ აი სიყვარულის დღეს ჩვენ გაგვახსენე. ძალიან გამეხარდა და სიყვარულის დღესთან დაკავშირებით სულ ფიქრობდი რომ მოვდიოდი რომ აი ნეტა რა გადამხდა სიყვარულის დღეს და რა საინტერესო ამას თუ მოყვები პირდაპირ ეთერში ჩვენ ძალიან კარგი რეიტინგი გვაქვს ისტორია აბა მოგუსმინოთ ახლა რამდენად კარგი არ ვიცი მაგრამ თქვენ შეაფასეთ მოკლედ თქვენ ხო იცით რომ ძლივს გავთხოვდი ავთხოვდი როგორც იქნა მე და ნიკოსმა ვიცით ხო მოყოლილი მაქვს ეხა ეს შინაურობაში და გავთხოვდი როგორც გავთხოვდი რა არის ყველაფერი მიდის როგორც საჭიროა გავიდა 1 წელი 2 წელი 3 წელი 4 წელი 10 წელი ხო არის 14 თებერვალი მაგრამ 10 წელი სწავლების პროცესში ვარ ჩემ გვარს ვასწავლი რომ 14 თებერვალს არის სიყვარულის დღე ხო ეს დაიმახსოვრე
10 წლის სწავლების შემდეგ, ხო და არაფერი და გულზევს ყდები თან, ზოგი Facebook-ზე დებს, მადლობა ჩემო სიცოცხლე ეს. ამ საჩუქრის მე გაკვეთილებს ვატარებ, ხო და 10 წელი გავიდა და თვალები გაახილა თუ არა? აი ესე უყურებ ზემოდან სახეში. დღეს რა დღეა? მეკითხები, მე 11 წელია. და გაახილა თუ არა თვალები რა დღეაო და სიყვარულის დღეა. უკვე მკაცრი სახე მაქვს რა. უიმეო რა. გილოცავ ჩემო სიცოცხლე, ჩემო სიყვარული. მილოცავ კი არა. რა ხდება? ხო. უიო. მანქანაში დამრჩა შენი საჩუქარი. ეს უკვე არ მოგეწონა მანქანა რო არ იყო და იქ დარჩა. დამრჩა შენი საჩუქარიო და ეხლავე ჩავირბენ და ამოგიტანო. ველოდები გაგიჟებული და მეთქე რას იზავს. ბიჭო გავიდა 1 საათი, 2 საათი, 3 საათი ეს კაცი არ ჩანს. ჩავიდა ტელეფონი გამართული აქ დაიკარგა. ვაიმე. 3 საათში მოდის და მოაქ ესეთი ოქროს ჩასადებები როა, ხო იცი რაღაც ის ლამაზი ყუთები, აი ესეთი ყუთი. ოქროსი თუ ოქროსფერი? არა, ოქროს. აი ოქროს ნივთებს რო დებენ ხოლმე ოქროსფერი სასაჩუქრად. სასაჩუქრად. გავხსენი და დევს აი ამ ხელა, ხედავთ რა ხელა? დათუნი ოქროსი რა, მაგრამ აი ამ ხელა. პატარა დათვი. ძალიან პატარა. ანუ დათვის ჩანასახი. უი დიდი მადლობა მეთქი, მაგრამ ეხლა მაინტერესებს რა ჩანაფიქრი დევს ამ დათვში. გავსუქდი გიონები რომ საყვარელო ფუთკუჩა. არა, ქვეტექსტი რა აქ. ქვეტექსტი რა არის ფუთკუჩა საყვარელო ეს ხო არ უნდა რომ პეტერახე საყვარელი ფუთკუჩა. არა. დათვი აბა შენ ხარ დათვი პატარა არა. ვერაფერს ვერ მივაპი და არ მოვეშვი მე, არ მოვეშვი. გავიდა უკვე 17 თებერვალია. 17 თებერვალს მე ამ დათვზე ტრიალებ მაინც. არ ვაძინებ არც დღე არც ღამე დათვი რა. დათვი რა თქოში. დამნებდა ბოლო და რა ყოფილა. კვირა დღე იყო და დასვენება. ამას საჩუქარი არ ქონდა, რასაკვირველია და თუ რამე მაღაზია არსებობდა, ყველა მოიარა და სადღაც სუპერმარკეტში თურმე ყოფილა იქ რო ყიდიან ხო იცი რაღაც შესასვლელში. და მარტო ეს ყოფილა პატარა საბავშვო დათვი იქ და მოკლედ ჩემი პირველი საჩუქარი სიყვარულის დღე. ანუ საჩუქრები გიყვარს. მაგრამ კარგი გაკვეთილი იყო, მაგის მერე ისწავლა. ისეთი მწარე გამოცდილება იყო, რომ მერე ისწავლა. ანუ საჩუქრები გიყვარს. მიყვარს, როგორ არ მიყვარს, სად არის თორე? არა, რა შფია კაცო. ხო და რა ხარ გიყვარს საჩუქრები? რა მოგვიტანე საჩუქრად? მე სიმღერა მოგიტანეთ სხვათა შორის სიყვარულზე. შეგენაცვალე. ეს სიმღერას ქვია სიყვარულის სადღეგრძელო. ისე გოგოსგან სადღეგრძელო არ მიყვარს და სადღეგრძელო თქვენ თქვით და მე ვიმღერებ. არა. ესე იგი სანამ იმაზე გადავიდოდეთ ჩავაპატა ნინოს მინდა ერთი თუ ახსოვს ეს ისტორია რომ მოყვეს რა. ისტორია მინდა გავახსენო. შენ თუ იცი ნინო რო ცურვაზე დადიოდა. აი სად გაგახსენდა. ნინო დადიოდა ცურვაზე ბავშვობაში და მაშინ აი ლაგუნა ვერეს კი ბატონო. საცურავ აუზი იყო მოქმედებაში და უბრალოდ მოყევრო ცურვაზე რომ დადიოდა ერთი წელი ხო გავიდა? კი, მოიცა. რაღაცა და მე რეაქ საჩვენებელი საქმეა. გამოსვლა საჩვენებელი რავი შობლების და ესე რო ესწრება, ხო ასე? მთელი წელი წვალებით თელ ოჯახს დავყავდით ცურვაზე რომ ბავშვმა ცურვა უნდა იცოდეს. გავიდა ერთი წელი და ჩემ ოჯახს გონია რომ დელფინი ვარ ჩემი და მთელი წლის მანძილზე სახლში რომ მოვდივარ მუხლები მაგ გადატყავებული, დასისხლიანებული, იოდი, ყველაფერი იმუშავებენ და რა გჭირს წაიქეცი არა, მაგრამ ცურვა ხო იცი კი ესე ხო საჩვენებელი გაკვეთილია და მთელი ოჯახი ნათესავებსაც დაუძახეს რომ ბავშვი ნახე როგორ ცურავს. იცოდეთ. როს ვაში აღარ გვიჭირს არაფერი. და გადახტა ერთი ბავშვი იცო გაცურა მეორე მესამე და მე გადავხტი და რატომ მქონდა იცი ამოთხოვნა. დაფასხელს ვერ უშვებდი.
და სადაც ვისწოდებდი ის კაფელი იყო, რა კაფეს რა ქართულად. ხო, კაფელი მეტლახი, თუ კაფელი მეტლახი. კაფელი იყო ამოტეხილი და სადაც ჩემი დასვენების დრო იყო, იქ მუხლით ვჭდებოდი. ყველა ხო მუხლები დავდიოდი. ეს ამას აქ პენოპლასტის დაფები როა. დაფები როა რო არ ჩაიძიროს. და ეს აქ წინ. მან დორჩა ჩემი ცულის კარიერა. დასრულდა სპორტული კარიერა მან დასრულდა. კარგი. ისა რა ქვია? რა ქვია რა სახელმწიფო? სიყვარულის სადღეგრძელო. ვისი სიმღერა? სიმღერა არის რუსა მორჩილაძეს. დიდი მადლობა ჩემს საყვარელ კომპოზიტორს და ირინე სანიკიძის ტექსტი. ძალიან კარგი, გადასარევი და მშვენიერი. იცი რა შესაქმე? შენ ხარ ძალიან კარგი გოგო, იმიტომ რომ შენ თავად რამდენი გადაცემა გაქვს ჩასაწერი ღმერთმა უწყის, მაგრამ რომ მოიცალე და მოხვედი ჩვენთან, მადლობა ამისთვის შენ და მინდა რომ დაგითმო, გაამშვენიერო ჩვენი პატარა მინისცენა და შენი ასე თქვათ ნარნარა ხმა და მოძრაობებით გააბედნიერო მაყურებელი, რომელსაც ძალიან უყვარხარ შენ, ჩემო კარგო და აი ამიტომაც გვინდოდა რომ მარტო ჩვენი სიყვარული კი არ დაგვიმტკიცებინა შენს მიმართ. აი შეგვეხსენებინე რომ ხალხსაც ის რეიტინგი რაც მოვა რომ გაუწყოთ რომ აი შენ რომ იმღერეო და თან დროა უკვე ნელ-ნელა გადმოხვიდე ჩვენს გადაცემაში მაგიდას ველოდები, მაგიდა ჩვენ შეგვეთილი მაგიდა არა კაცო, აი ეს მაგიდა. მაგიდა მინდა მე. მაგიდა გიდა პირდაპირ მაგიდა. კარგი. იყოს პირდაპირ მაგიდა. მოკლედ სიყვარულზე, სიყვარულის სადღეგრძელო გიტოვებთ ნინო ჩხეიძეს და კიდევ ერთხელ გილოცავთ სიყვარულის დროს.